მეგობრები, ჩემს აუდიო სისტემას სამლოცველოს ეძახიან. აი რატო? შენ რომ მიხედა? გაქცევებიცო. მარა არა უშავს. საფულე როცა მწყევლის, ყურები მლოცავენ. დავიწყოთ ფირსაკრავით. Denon DP47F. სრულიად ავტომატური, იაპონური საკრავების ფანტასტიკური ნიმუში. აქვს რიფიტის, ლიფტის, პირბიდის ზომის განსაზღვრის ფუნქციონალი და კვარცის ოსცილატორი, რომლის იდეალური სიჩქარისთვის. მიღენია აუდიო ტექნიკის VM540ml. დეტალებზე ძალიან ორიენტირებული მიკროლაინ კარტრიჯი ლაზერივით ტრეკინგით, რომელიც ალბომის ფაქტურას და ყველა ნიუანსს გაგრძნობინებს. ეს პატარა ადამიანი პარკს აუდიო ბაჯია. ლამპებიანი ფონოპრეამპი. ნემსიდან გამომავალ უსუსტეს სიგნალს აძლიერებს და ათბობს. სიღრმეს მატებს, უფრო ამღერებს. პრეამპი ის ადგილია, სადაც ვინილიდან მუსიკა გულისცემას იწენს. შემდეგ სიგნალი გადადის Sansui AU Alpha 77 NRA-ში, საოცარი დინამიურობის ინტეგრირებულ გამაძლიერებელში. თბილი საშუალო და მკვრივი, გაუდღაბნელი დაბალი სიხშირეებით. იაპონური ინჟინერიის საუცხოო ნიმუში. ესაა კუნთი, რომელიც ჩანაწერს აცოცხლებს და აღვიძებს. და ბოლოს, Coral DX7-ის წყვილი პასიური სპიკერები, იაპონური ვინტაჟური აპარატურის შედევრი. 150 ვატიანები 8 ომის წინააღობით. თითო 31 კილოგრამი. უსუფთესი მაღალი სიხშირეები აქვს და sound stage ისეთი ფართო, ხელის გაწვდენაზე გყავს ბენდი და მუსიკოსი. ნებისმიერი სეტაპი ეტაპობრივი განახლების შედეგია. აპარატურის შენამატი ყოველ ჯერზე ახალ ჰორიზონტს ხსნის. ამ ჰობის მუღამი პროცესი უფროა, ვიდრე შედეგი. ამიტომ არ იფიქრო, რომ თავიდანვე ამ საფუხურს უნდა დავუმისნო. შენ თუ გაქვს საკრავიან სეტაპი? თუ კი, მაშინ რომელი? დამიწერე კომენტარებში და არ დაგავწყდეს არხის გამოწერა.